რატომ დამთანხმდი დღეს ინტერვიუზე ამდენი წლის მერე? მოდუნებული ვარ, მაგრამ არ ვარ მოდუნებული, მაგასაც მოვყვები. ამ პაუზის განმავლობაში სად იყავ? მატკინეს ადამიანებმა, შემაშინეს. რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში შენ პირადში? შემიყვარდა ერთი ბიჭი. ისეთი თავგადასავლები მქონდა. საოცრება. შენი ხმა რა მდგომარეობაშია? რაღაც ასაკის მერე მომღერლებს ხმა ეცვლებათ. გადავწყვიტე ჩამებარებინა ბერკლიში. თუ გქონდა ამერიკაში მცდელობები, რომ დიდ სცენაზე გეცადა პრიზი იყო სინგლის ჩაწერა Universal Studio-ში, ლოს-ანჯელესში. ექს-სინგლი ჩაიწერა? ექს-სინგლი ვერ ჩაიწერა. ძალადობის მსხვერპლი თუ ყოფილ როდის? ოიცა, ეხა ერთი წუთი. ნერვიულობ ცა. მოყვე? დრო შენი მოკავშირეა თუ მოწინააღმდეგე? ნახე რა მოხდა. აბა თუ გამოიცნობ. იურმალაში ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ საქართველო უნდა წარადგინოთ. რამის დედოფალი ვარ, ესეთი მოწოდებით. შენი სცენის გარეშე ყოფნა არის კრიმინალი და ნუ იქნები კრიმინალი. ნუ იქნები კრიმინალი. ჩემი პატარა ძმა, ჩემი გიორგუნა წავიდა ცოტა ხნის წინ. მეც და ჩემი ოჯახიც ვსწავლობთ როგორ ვიცხოვროთ. დილა შუადღე და საღამო მშვიდობისა იმის მიხედვით თუ რომელი ქვეყნიდან გვიყურებთ. ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. გვიყურებთ როგორც ტელევიზიის მაყურებელი, ასევე მოგძებნეთ YouTube-ზე, გამოიწერეთ არხი იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები და თვალი გადაავლოთ უკვე გასულ გადაცემებს. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ და შევეცდები რომ შემდეგი ნახევარი საათი საინტერესოდ გაგატარებინოთ. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს ჩემი სტუმარია ადამიანი, რომელიც 10 წელზე მეტია ტელეეკრანებთან არ გამოჩენილა და ნებისმიერ ინტერვიუზე ამბობს უარს, თუმცა დღეს ის ჩემი სტუმარი მაინც არის. არ ვიტყვი მის სახელს და გვარს, აბა თქვენ თუ იცნობთ. მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. 1 2 3 მომღერალი სალომე ქათამაძე არის დღეს ჩემთან სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა შენ. 12 წლის წინ იყავი ტელეეკრანებთან ბოლოს. როგორი განცდა არის კამერის წირო ხარ, ხომარღელავ, როგორ ხარ? და რატომ უეჭველი ქართველია? რატომ დამთანხმდი დღეს ინტერვიუზე ამდენი წლის მერე? გულწრფელად რო გიპასუხო, არ ვიცი, მართლა. აი რაღაცნაირად შეგრძნება მომიტანა თითქოს, რომ ოკეი, კაი, მოდი დავთანხმდებით თქო და ეს იყო ნამდვილად აი შეგრძნებაზე დამყარებული გადაწყვეტილება და ნაბიჯი მივესალმები მაყურებელსაც. ცოტა ნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ კამერასთან რაც მკითხე, ანუ არასდროს მიჭირდა. მაგრამ ნუ ესეთი ამდენი წლის მერე რაღაც საპასუხისმგებლოდ მიმაჩნია ჩვენი ინტერვიუ. არაფერი არ არის სანერვიულო. დღეს გვექნება ესეთი მეგობრული და შინაურული ინტერვიუ, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა და მაინტერესებს, როდესაც უკვე ამ ხელა პაუზის შემდეგ ხომ არ გქონია ამ ხნის განმავლობაში შეგრძნება, რომ აღარც გამოჩნდები აღარასდროს ეგეთი მომენტი გქონდა თუ აი არა, მსგავსი არასდროს არ მქონია. რაღაც პერიოდი მქონდა ცხოვრებაში ისეთი, სადაც გიწევს მაგალითად ოდნავ მოერიდო რაღაცაებს და ნუ რაც თუ სიახლეც არ გაქვს ისეთი განსაკუთრებული, მაშინ რატომ უნდა დაუშვათ გამოჩნდნენ. კი ბატონო. გვაწვიმს ნიუ-იორკში დღეს წვიმიანი ამინდია, თოდა და გადაიქცა წვიმად, ცოტა ხანში შევიდეთ. მინდა გითხრა და დავაფასო აი შენი შრომის მოყარეობა, ინებისმიერ ამინდში რომ ესე მუშაობ და შრომობ ძალიან. მაგრამ აღარ გაკინავდით ხანს, შევიდეთ ცოტა ხანში ყავაზე, თუმცა მანამდე მინდა გითხო, როგორც წესი სტუმრებთან უმეტესწილად ამ გადაცემის სტუმრები არიან ხოლმე უცნობი ადამიანები საზოგადოებისთვის და მათ ისტორიების მოყოლას ვიწყებთ ხოლმე ბავშვობიდან და მოვდივართ დღემდე. როგორ წარმოგიდგენია შენ ჩვენ დღევანდელი ინტერვიუ, საიდან გინდა რომ დავიწყოთ? ყველაზე მეტად ალბათ მაყურებელს ბუნებრივი აინტერესებს შენი ამ პაუზის განმავლობაში სად იყავი? სად არის მომღერალი სალომე ქათამაძე, რომელიც ჩემთვის პირადად მსოფლიო დონის მომღერალია, თამამად ვიტყვი ამის არ მომმერდება. შენი ხმის პატრონი ნამდვილად ისეთი. ძალიან დიდი მადლობა. გულწრფელად გეუბნები ამას. ხარია. შენ აირჩიე, მოდი საიდან დავიწყოთ დღევანდელი ინტერვიუ? ამ პაუზიდან, შენი ბავშვობიდან, არ ვიცი, დღევანდელი დღიდან როგორ ხარ, აი შენ გადაწყვეტე. არ ვიცი, როგორ შენ გაგიხარდება. იყოს ბავშვობიდანაც, იყოს ამ პერიოდიდანაც და კი ბატონო, დღეს ყველა თემა შევეხები, თუმცა მოდი დავიწყოთ, მაყურებელი აღარ ასე ვთქვათ, ვალოდინოთ. აღარ ვალოდინოთ. და დავიწყოთ აი ამ თავარი თემით.
პოპულარობის პიკში იყავი. მოიგე არაერთი მუსიკალური პროექტი, მათ შორის Voice, ახალი ხმა, სხვა ფესტივალები, იურმალაზე, თორსა მეორე ადგილზე გახვედი, არ ვწდები მახსოვს. ერთი კულა დამაკალდა კი, ისიც მახსოვს, რომ სპეციალურად იყო დარწმუნებული ვარ ეგ ერთი კულა. ნუ რაისა, კონკურსებს რომ თავი დავანებოთ, მოკლედ შენი ხმა გაძლევდა იმის საშუალებას, რომ ყოფილიყავი პოპულარობის პიკში, აი უცებ შენი შემოვარდნა ქართულ შოუ ბიზნესში და ეს მუსიკალურ სამყაროში იყო. ვაუ, ეს მაგარი გოგო ვინ არის? ჩემი როგორც მაყურებლის ახმა არის, როგორც მახსოვს. მიხარია ნამდვილად. სკაპ უცებ დასრულდა ეს ყველაფერი გაქრა სალომე ქათამაძე. საწახვედი სად გაქრი? წავედი. ოკეი, დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან კარგი და დადებითი ემოციებით დატვირთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც აი კონკურსებში გავიმარჯვებ და ხალხმა ესე შემიყვარა. იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გამაბედნიერებელი. ხალხი კიდევ ცნობს, ისევ რაღაც ისევ უყვარვარ, ისევ ელოდებიან ჩემგან რაღაცას და გული მწყდება რომ აი ამდენი ხანი გავიდა და რაღაც მაინც მოდუნებული ვარ, მაგრამ არ ვარ მოდუნებული, მაგასაც მოვყვები. და ესე იგი მოხდა ის, რომ გადავწყვიტე ჩამებარებინა ბერკლიში. Berklee College of Music, რომელიც არის მასაჩუსეტს შტატში, ბოსტონში. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი მთელ მსოფლიოში. კი, ჩემმა მეგობარმა მარიამ აბდუშელიშვილი, მარიამსაც დამთავრებული აქვს Berklee და მირჩა რომ why not, რომ რატომაც არ უნდა წავიდო. ვოკალის განხრით ალბათ. კი, რა თქმა უნდა, კი და ნუ გადავწყვიტე დავრეგისტრირდი. საქართველოდან ხდება მოქმედება. საქართველოდან ხდება მოქმედება, გადავწყვიტე დავრეგისტრირდი. ამის შემდეგ მომივიდა იმეილი, რომ თქვენ მოწვეული ხართ Berklee's College of Music გამოცდაზე. ამადამ თარიღს იყო ერთი წამით ზუსტად რო გავიხსენო, მგონი 16 სექტემბერი 2014 წლის. ამ დროს ამერიკის ვიზაც ჯერ არ გაქვს. ამერიკის ვიზა მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ Voice-ში როცა გავიმარჯვე, პრიზები იყო, ერთ-ერთი იყო ბინა და მეორე პრიზი იყო სინგლის ჩაწერა Universal Studio-ში, ლოს-ანჯელესში და აქედან გამომდინარე, მქონდა მანამდე სამთვიანი ვიზა, რომელიც უკვე ამოწურული იყო და ამოწურული ქონდა. ეგ სინგლი ჩაიწერა? ეგ სინგლი ვერ ჩაიწერა. რატო ვერ ჩაიწერა? ვერ ჩაიწერა, იმიტომ რომ თქვა არ ვიცი დეტალები. ნუ მოკლედ ისე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ტრიპი იყო და ვნახე Universal Studios ესე იგი ანუ ფაქტობრივად რაღაც მოჩი მოთხოვებული დარჩი. ხო, ნუ დაახლოებით ეგრე გამოვიდა. უბრალოდ დავათვალიერეთ ესე ვნახეთ Universal Studio რა მაგარია ექსკურსიაზე წავედი და აი ესე იგი რაღაც ატრაქციონებზე დავჭექი სიმფსონები, ის ვნახე სად იყო გადაღებული, ეს ვნახე სად იყო გადაღებული. რაღაც იქვე პავილიონებია და ანუ ამ პავილიონებში მოკლედ შემოვიარეთ და გავერთეთ ატრაქციონებს. და როდის გაიგე რომ ატრაქციონებს ვერ გაცდებოდით იმ მომენტში და სინგლი არ იწერებოდა. დაახლოებით მანამდეც გული მიგზავნა და ვიცოდი და მე აღარც მქონია პრეტენზია, იმიტომ რომ რა აი აზრი თავზე მოწევა. ხო და აქედან გამომდინარე, ხო, ვიზა გქონდა ამის გამო. ვიზა მქონდა სამთვიანი, მაგრამ ამოწურული იყო დრო და უმარტივესად მომცეს ვიზა, იმიტომ რომ ანუ შევაგროვე ყველაფერი, აი რაღაცა მთელი დასწა, აი ძალიან დიდი რამოდენიმე საქაღალტე, რომ აი მუშაობ, ყლპასი მაქვს, ყველაფერი მაქვს და აღმოჩნდა რომ საელჩოში რო შევედი, მხოლოდ ერთი ფურცელი გამომართვა. ამ ქალბატონმა, რომელიც იყო იმეილი, ამობეჭდილი იმეილი, სადაც ეწერა, რომ სალომე ქათამაძე თქვენ ხართ მოწვეული გამოცდაზე Berklee's კოლეჯში. ავიღე ვიზა, ჩამოვედი, წავედი ესე იგი ამ გამოცდაზე. რაღაც ნოტები მომცეს. აი ეს უნდა წაიკითხო
გაარჩიო და შემდეგ ნოტებიდან გვიმღერო. ოკეი, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ რაღაც მუსიკალური სკოლა დამთავრებული, ნოტების კითხვა ის განახები მთელი ამბები ყველაფერი. ფორტეპიანოზე უკრავ? ფორტეპიანო დამთავრებული მაქვს მუსიკალური სკოლა. აკადემიური ვოკალის განხრით. კი ბატონო. სადაც აუცილებლად ირჩევ როგორც major რო არის ვოკალი, minors ირჩევ რომელიმე ინსტრუმენტს მაგალითად და მე მქონდა ფორტეპიანო. რა თქმა უნდა. ჩემი უსაყვარლესი ინსტრუმენტია ფორტეპიანო, ძალიან მიყვარს. ნუ ყველა ინსტრუმენტი ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, ჩასაბერიც, სიმებიც და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით Yes, I love keys. სანჩი მაქვს პატარა მუსიკალური სტუდია მეც ხოთა შორის აქ. ხო, უნდა მანახო, მე აუცილებლად. აი მე ძალიან დავშ. შევიდეთ აღარ ამასობაში იმდენს მაინტერესებს შენთან ინტერვიუ რო წვიმა ვეღარ შევამჩნიე. კი ბატონო. მადლობა. ნოტებზე ვიყავი მე მგონი. ხო, ნოტები. ნუ და ეს გავარჩიეს ნოტები. ვიმღერე რაც We Are The World შევასრულე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, იმიტომ რომ ეს ყველას ისე უნდა და თან რჩევაც იყავდა, ნუ გავითვალისწინე და ეს ორი ტიპი, ვინც აუდიშენზე აკაპელა მომღერეს. ნუ რამოდენიმე ეტაპი იყო რა, ორი ტიპი იყო ოთახში, შემფასებელი ხა და ესე იგი ეს ნოტებიც გავარჩიე, ვიმღერე, გავაკეთე, შემდეგ რითმის გრძნობა შემიმოწმეს, აი ტაშის დაკვირით და რაღაც. ვის უბედავდნენ. შემდეგ აკორდები აიღო, მინორული იყო თუ მაჟორული უნდა გამომეცნო, გადიდებული თუ შემცირებული და ეს მუსიკალური რაღაც ეს თემები. ინგლისური ამბობს კარგად იცი? ნორმალურად. გესმის ყოველ შემთხვევაში. კი. და ნუ ეს ყველაფერი რაღაცა გამოვიცანი, ეს აკორდებიც და სიმღერის დროს ამათ სახეებს, აი ესეთი ხიმილი ესე მიხურებდნენ გაოცებულები და ნუ არ მგონია რომ მარტივი იყოს ესე გრანტის და დაფინანსების მოპოვება და 75%-იანი დაფინანსებაც მივიღე, ჩავაბარე კიდევაც და უბედნიერესი ვიყავი, რა თქმა უნდა, იმ შეფასებიდან გამომდინარე, რომ გრანტიც მივიღე, ნუ გამიხარდა, ესე იგი ძალიან კარგი გოგო ვარ, ნუ ესე რაღაც. მოხდი კი არა, მოხდი და გრანტი არა. და გრანტიც ავიღე. მაგრამ ნუ მე ისე მოხდა, რომ უნდა მეცხოვრა ბოსტონში. უნდა მემუშავა. თან მესწავლა. და ნუ აი ცოტა ავნერვიულდი, რომ აი აქ ეხა სად უნდა ვიმუშაო, რა ვქნა, რაღაცა ეს. კაცის არ იცნობ. სად ვიცხოვრო ხო და ნუ ამ ნერვიულობაში თან კონექტიკუტში ვცხოვრობდი დროებით ჩემს ახლობლებთან, ძალიან კარგ ხალხთან და მომივიდა ეგრევე მალევე შემოთავაზება, რომ გაიგეს, რომ სალომე იმ წუთში ნუ ეხ რაღაც ჩემი სახელი ბუმი იყო, რაღაც აფეთქებული, რომ აი სალომე მაგარია, სალომე ეს ხუხდა ჩვეულებრივ შენი სახელი. ესე მღერის, ესეთია და ნუ ეს ძალიან მიხაროდა. ესე იგი მოხდა ისე, რომ შემომთავაზეს, გაიგეს და შემომთავაზეს ეგრევე სამსახური ბრუკლინში. კარგი ხელფასით. მაშინ მე რო ჩამოვედი $100 რო $100 მაშინ ჩამოვედი და ნუ აი რა სამსახური? რა სამსახურიდან რა თქმა უნდა ხო არ ბალეტს ხომ არ ვიცაკვებდი სიმღერა ერთ-ერთ რესტორანში იყო ქართველების ძალიან საყვარელი ხალხის ძალიან თბილად მიმიღეს და ნუ კარგი ხელფასი რაღაც სამსახური ბრუკლინში ნაცნობებიც რაღაცა ის და ნუ საცხოვრებლის პრობლემაც ასე თუ ისე არ იქნებოდა და ვიფიქრე რომ ამ ბერკლიში მეც ჩავაბ, ანუ უბრალოდ მეც ვისწავლი იქიდან გამომდინარე რომ უკვე ჩემი ფაილი არსებობს. შეგეძლო რომ ანუ აკადემიურებით აგეღო, ანუ შეგეჩერებინა და მე როცა გიგდა გაგეცელა. შემეჩერებინა და ეხლა შემიძლია, ვიფიქრე, მაგრამ კი არ მინდა რომ რამე რაღაცა ისო თქო რომ დავაკნინო ან რაღაც იქიდან გამომდინარე რომ კი შეიძლება რომ რაღაც ვისწავლო, მაგრამ მაინც ისე ვფიქრობ რა უნდა მასწავლონ ეხლა თუ რაღაცა მაგრამ არც თუ ისე ცუდი დამოკიდებულებით რა უხეშად არ ვამბობ ამას უბრალოდ გულისხმობ იმას რომ თუ დამწყებია მომღერალი მისთვის არის ძალიან კარგი სივრცე რომ ეს ყველაფერი ისწავლოს იდეალური და თუ კიდევ სხვა დაუშვათ პროდიუსინგის სწავლა გინდა იქ ასწავლიან არა მარტო სიმღერას ინსტრუმენტებსაც პროდიუსინგსაც მასტერინგსაც მიქსინგსაც
რაც კი შეიძლება მუსიკალურ sound ინჟინერიასაც და ანუ ყველაფერი შეგიძლია რომ შეისწავლო რა. სრული შოუ ბიზნესის სკილების. და ერთადერთი აი ძალიან მაგარი იქნებოდა ნუ კონტაქტები და რაღაცა კარგ კონტაქტებს შევიძენ დი და შევიძენ კიდე. მარტივად კი ყვები, მაგრამ ეხა მაყურებელსაც და მე შეიძლება twin-ში სისხლი ჩაგვექცეს, რომ უარი თქვი და წახვედი სამუშაოდ. ეს არ არის ისეთი გადაწყვეტილება, ხო ხდები? ხომ არ ნანობ ამ გადაწყვეტილებას? მე არ დამიკარგავს ეგ შანსი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ფაილი არსებობს იქ და გახსნილია და ჩემ ისიც ფიქსირდება, რომ მე და scholarship-ის მაქვს და ჩაბარებული მაქვს. როდემდე არის ეს შენახული? როდემდე შეგიძლია რომ? მე მგონი სულ არის და ნებისმიერ დროს ვფიქრობ, როდესაც არ უნდა მივიდეთ ხოვნით. მიმიღებენ. ან თუნდაც შეიძლება მაშინ რომ თუ მოიფიქრებ აი სხვაგან ხრით რო წახვიდე და სხვა რაღაცას ისწავლო შეიძლება სხვა რაღაცის შესწავლაც თუ გადავწყვიტო. კი, აუცილებლად. წამოხვედი ბოსტონიდან, ჩამოხვედი ბრუკლინში, დაიწყე მუშაობა, იქირავე ბინა, მარტო იყავი ამ დროს თუ ისეთი თავგადასავლები მქონდა, ისეთი თავგადასავლები ბინებზე და რაღაცებზე. ნუ აი არის რა. საოცრება. ცხოვრობდით 14 სული ადამიანი ერთად, ნუ რაღაცა ისეთი პირობები იყო, რომ მე და ერთი ძალიან საყვარელი გოგო, რომელთანაც დღემდეც მაქვს ურთიერთობა. ვიყოფდით საწოლს, ოთახში ადგილს. ეს სამსახური ჩემთვის იყო სუპერ. იმიტომ რომ მქონდა კარგი ხელფასი და ნუ ნიუ-იორკი, აი ხო ხტები exploring New York, ანუ უნდა შემეგრძნო ეს შტატი თავის ქალაქებით და ასე შემდეგ და იდეალური იყო მოკლედ რა ჩემთვის რა და აქთან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მოდი დავრჩები ბრუკლინში, კარგი ხელფასიც მაქვს ესეც. და შევხედავ და ვიცხოვრებ ნიუ-იორკული ცხოვრებით, ადამიანებსაც გავიცნობ, რაღაც მუსიკოსებსაც გავიცნობ, საინტერესო რაღაცები შემხვდება გზად და აი ესე რა. ჩემთვის პირადად სადღაც ორღობის დუქანშიც რომ დაიწყო შენ მუშაობა, ვერასდროს გახდები ეს რესტორნის ცუდი გაგებით რესტორნის მომღერალი. ხომ არ დაგაკომპლექსა მაინც? არანაირად დღესდღეობითაც რესტორნებში და ესეთ ადგილებში ვმუშაობ, დახურულ ივენთებზეც ვმუშაობ. და ჩემთვის ეს არ ყოფილა არასდროს ის მომენტი, რომ რაღაც არ ვთქვა, ან გამიტყდეს, ან შემრცხვეს, ან რაღაც რა. პირიქით, ანუ ამ დაწესებულებებში, სადაც მე ვმუშაობდი, ჩვეულებრივ აი ვიწყებდი მუშაობას დაუშვათ 7 საათზე და პირველზე ვამთავრებდი და ვაძლევდი სოლო კონცერტებს ყველა ჯერზე. თუ მთლიანად აი ვეშაპი არ მოვიშვი თუ მთლიანად არ მოვიხედა, არ გადმოვაგდე და გადმოვაფკვიე, არ შევიდა ეხაც რომ ვლაპარაკობთ ამ გრძნობრო რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ეს გაძლევს იმის საშუალებას, რომ იცხოვრო ნიუ-იორკში და ასე ვთქვათ, თავი ირჩინო და თუნდაც ეს კარგი ემოციები გაცვალო მაყურებელთან და ასე შემდეგ და ეს ემოციები უკან მიიღო. შენი მონაცემების მომღერლისთვის მაინც ბუნებრივია, ვერ დამაჯერებ, რომ დაუშვათ ეს გავსებს ბოლომდე. რა თქმა უნდა, მომღერლისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია, სად არის სცენა, რამხელაა ეს სცენა. თუ გქონდა ამერიკაში მცდელობები, რომ დიდ სცენაზე გეცადა ბედი, რა მცდელობები იყო ეს? კი, იყო შემთხვევები, ძალიან ხშირად რომ ანუ ხო ხდები, voice-ზეც ისე გამოვედი, რომ pushing-ს მეკეთებდნენ, რომ ანუ აუ გადი მიიღე მონაწილეობა რაღაცა ქენი თუ რაღაცა ყველა კონკურსზე და რაღაცაზე, სადაც მიცდია თავი, ყველა შემთხვევა იყო ჩემი მეგობრების და ოჯახის წევრების, ესე იგი, თხოვნით და დაძალებით და დაშინებით და ესე იგი გადავწყვიტე როგორც იქნა ისევ ამ დაძალებებით და დაჟინებებით, რომ მიმეღო მონაწილეობა America's Got Talent.
და წავედი, რაღაც გადავედი შემდეგ ტურში, მე სადღაც ძალიან ისეთ ადგილას მივედით, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო, 1000 კაცზე მეტი, ნუ მე და ერთი გოგონა აგვირჩიეს, მარტო ამ 1000 კაციდან და ყველაფერი მონაც გააგიჟდნენ, გაოცდნენ, იქაც ჩაიწერეს მონაცემები. დაიტოვეს უბრალოდ დაიტოვეს მონაცემები და ნახე რა მოხდა. აბა თუ გამოიცნობ. ჩააწესო და მაგას არა, დაიწყო კოვიდი. დაიწყო კოვიდი და ნუ არც ბოდიში და შემდეგ სეზონზე წადეთ, ანუ არაფერი ის სეზონი ჩაიშალა რა. და აქედან გამომდინარე აღარ გაგრძელდა და მეც დამეზარა, არ მქონდა არც ნერვი, არც თავი, არაფერი, რომ რაღაც კიდე რაღაც კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და არც ეხა, ნუ, ვაპირებ. ეხაც ვაპირებ, რაღაც გეგმები მაქვს კონკურსთან დაკავშირებით, მინდა რომ ვოისში ვცადო, მაგრამ ჯერ არ ვიცი როდის ზუსტად. გინდ დაიჯერე, გინდ არა. ძალიან ნერვიულობ ხოლმე. როდესაც გავდივარ მსგავსი ტიპის პროექტებში რა. კოვიდის პერიოდი როგორი იყო, ესეც თქვი და უკვე გავაგრძელოთ. კოვიდის პერიოდი ძალიან საშინელი და საშიში იყო ჩემთვის, იმიტომ რომ პატარა ჩვილი ბავშვით ვარ და ნუ აი რაღაცა ხო ხვდები, გაურკვეველი რაღაც დაემართა მსოფლიოს და არავინ არ ვიცით რა არის, როგორია, რა ხდება. გვითხარი, რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში შენ პირადში, რა ხდება დღეს და საიდან გაჩნდა ეს არაჩვეულებრივი ბავშვი? შემიყვარდა ერთი ბიჭი ნიუ-იორკში. რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში. სხვათა შორის ნუ მეც ხო ქუთაისელი ვარ წარმოშობით და ამ ნიუ-იორკში, ამ ხელა ნიუ-იორკში ჩამოვედი ის რაც მოვყევი მოკლედ და ნუ რო იპოვი აქაც ქუთაისელს. აჰა. და შეგიყვარდება, ნუ მოკლედ შეგვიყვარდა ერთმანეთი. მთელი ამბები. ამბები გავაგანდე ჩემს მაყურებელს. მოიცა ეხა ერთი წუთი ნერვიულობ მოყვე უახლოესი მეგობარი ჩემი მეგობრობდით ძალიან მაგრად და ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ შეუყვარდი ამ ხსა სიყვარული. და თან იყო ურთიერთობაში ამ დროს თვითონ. და მეთქი რა ხდება ის რა მოხდა, ეს რა დაგვემართა. მანამდე ვერ გძნობდი ვერაფერს. არა, საერთოდ ხო და ნუ მეთქი მეთქი რა გჭირს ხო ხა შენ გეჩვენებად ხო რა გიყვარა თქო, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ, საუკეთესო მეგობრები ვართ და აქედან გამომდინარე მეთქი გელანდებად ხო რა. გელანდებად და არაფერიც არ მელანდებაო, მიყვარხარო. უკვე ერთი წელი და რაღაც თვეებია და მგონია რომ რაღაცა ტყუილში გაცხოვრება და რო არ მეთქვა არ შემეძლო და დამეცა აი თავზარი თუ რაღაცა და იმიტომ რომ მანამდე ვერაფერს ვერ გძნობდი მსგავს. ანუ მეგობრულად აღიქვა. საერთოდ ნოლი და მე უცებ დავფიქრდი მეც რომ აი რა ხდა, ანუ რატო ვერ შევამჩნიე, მეც თუ მაქვს რამე რაღაცა ემოციები. ისე მოხდა რომ რა ურთიერთობაშიც იყო, ეს ურთიერთობა დაასრულა და დიდხნიან ურთიერთობაში იყო, დაასრულა და ძალიან ცოტა დრამატულია ეს ყველაფერი, მაგრამ თუმცა შენ დამნაშავე არ იყავი იმაში რომ ის ურთიერთობა დაასრულა. ხო, ნამდვილად ჩემთვისაც მოულოდნელი იყო როგორც გითხარი რა, ანუ ეხა მიხსნის უცებ სიყვარულს ადამიანი, არ ვიცი, აზრზე არ ვარ და იმდენად ძალიან მიყვარდა ყოველთვის ეს ადამიანი და ისე მიყვარს დღემდე, რომ აი არ შეცვლილა რა არანაირად ჩემი ემოციები მის მიმართ და ესე იგი მერე დავფიქრი რაღაც პერიოდის მერე როცა მისი ურთიერთობა რაღაცა დამთავრდა, წინა ურთიერთობა და ეს ყველაფერი გამოაშკარავდა მისგან მისი ემოციები ჩემს მიმართ. მერე მივხვდი რომ მეც რაღაც გამიჩნდა რა, იმდენად მიყვარდა ეს ადამიანი რომ აი რაღაც თითქოს რაღაცას რომ გაიაზრებ, მე ესე გავიაზრე და ესე მივხვდი რომ გულისხმობ, ანუ თურმე ყვარებია შენს მანამდე? ნიშნულობა რო არა აქვს ადამიანი შენს ცხოვრებაში
რა სახით და რა სტატუსით იქნება მაგალითად მეგობარი თუ მეორე ნახევარი თუ რაღაცა აი იმდენად დიდია ჩემი სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ რა. მაგრამ აქ ხო დიდი სხვაობაა მეგობრობასა და ადამიანის შორის, ვისთანაც უნებაც უნდა გქონდეს და ასე ვთქვათ. ხო, ანუ აქამდე, მანამდე არანაირი ლტოლვა და ვნება მის მიმართ არ მქონია და ნუ მე რადგანაც ცოტა გავხსენი რაღაც ემოცი ხო დაუფიქრდი და რაღაც ეს ყველაფერი ანუ რაღაცა მე მოვიდა და ისე მიყვარს დღემდე რომ რა ვიცი ძალიან მაგრად დღეს ერთად ხარ თუ დღეს ერთად ვართ რაღაც პერიოდი ერთად არ ვიყავით ძალიან ცუდი იყო ეგ პერიოდი დრამებით იყო სავსე ცოტა დრამები ცოტა კი არა ბევრი დრამები მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა რომ ერთად ვართ დღესდღეობით გაჩნდა რა ჩაუმები და ყავს გიორგი კი რომელიც ძალიან გავს მამამის არის რამდენი წლის? არის 6 წლის. კი ბატონო. ძალიან გავს მამას, არის მუსიკალური. ძალიან მუსიკალური არის, თმის გრძნობა აქვს, რაღაცებს ღიღინებს. აქვს ნიჭი, მაგრამ ნუ მე რო რაღაც ვასწავლო ჩემ შვილს, ცოტა არ გამოვა, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემი შვილი რო არის რაღაცნაირად როგორ მიუდგე თუ რაღაცა მასწავლებელი მაინც რაღაცა ვოკალის ვერ ვიქნები. პირადმა ცხოვრებამ ხომ არ შეგიშალა, რამდენად შეგიშალა კარიერაში ასე ვთქვათ ხელი და აი ეს მარტო რომ იყო დღეს მაგალითად უფრო მეტი ჟირი ხომ არ გექნებოდა რომ აი ეს რაღაცა მწერვალები შემიშალა კიდე გაგაზარმაცა არა გაგაზარმაცებით არა უფრო აი რაღაცა დრამის დედოფალი ვარ აი ესეთი მოწოდებით დრამის დედოფალი ვარ ცხოვრებაში და კი ანუ შემიშალა ხელი იმიტომ რომ ზოგადად ისედაც გაქანებული ADHD მაქვს გაფანტულობა და ჰიპერაქტიურობა და ეს აქედან გამომდინარე ხო აი ძალიან მიჭირს ამასთან ერთად ცხოვრება არ ვსვავ არანაირ წამალს და როცა რაღაცა ისეთი ხდება ჩემს ცხოვრებაში რაც უფრო აი დრამისკენ არის გადახრილი მეშლება ყველაფერში ხელი იმიტომ რომ როგორ გითხრა მეყინება ხო აი მეყინება მაგრამ შეიძლება სცენა საშუალება იყოს რომ ეს შენი ენერგიები აი თუ არ რო ვიცი რომ უნდა მივიდე იქამდე სცენამდე და სცენაზე რომ მივალ უკვე ეგ უკვე ხო მაგრამ იქამდე მის ხო აი ეს ნერვები არ გაქვს ასე ხო არანაირად არ მაქვს შენი ხმა რა მდგომარეობაშია რაღაც ასაკის მერე მომღერლებს ხმა ეცვლებათ ხო და აი მაგალითად იმ ნოტებს შეიძლება ვეღარ იღებდეს შენი დიაპაზონი ისე როგორია ასე ვთქვათ აი სუბკონტროქტავადან მეოთხე ოქტავამდე რამხელა შენი დიაპაზონი და ზუსტად რეინჯი არ არის როგორიც ახსოვ ხარ მაყურებელს ქართულ მაყურებელს არის იმ დაახლოებით თუ კარგად გამოძინებული ვარ დასვენებული ესე იგი ჯანმრთელად ვარ მშვენივრად დაახლოებით ზუსტად ისე რა დაბლებში ზუსტი რეინჯი არ ვიცი საიდან სად მერყევობს, მაგრამ ნუ დაბლებშიც კარგად ჩავდივარ და მაღლებსაც კარგად ვიღებ რა. თუ ჯანზე ვარ ესე რომ ვთქვა ხო რა. დღეს YouTube-ის სამყაროში ვცხოვრობ და შეიძლება სულაც არ გჭირდება რაღაც კონკურსზე გახვიდე და მოგბეს და კიდეც შეიძლება თუ აპირებ რაღაცა ისეთების გაკეთებას შენმა ნამუშევარმა რომ სულად თუნდაც YouTube სივრცე, ინტერნეტ სივრცე მოიცვას და ასე ვთქვათ დაუბრუნდე სოციალიზდე ისე შენი გეგმა ისევ კონკურსში მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს არც მაშინ მიყვარდა და არ მინდა მაგრამ რატომღაც მგონია რომ აი შეგრძნებით რომ მოგდის ხო იცი რომ უეჭველი რაღაცას მივიღებ აქედან და რაღაც გამოხმაურება მოყვება ისეთი სადაც მე უბრალოდ შევძლებ მე კარგი დადებითი რაღაცების გაკეთებას და შექმნას და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ ბავშვობიდან რა, პატარაობიდან ჩემი ოცნება არის რა, შემეძლოს იმდენი, რომ დავეხმარო გაჭრობულ ადამიანებს. რამდენჯერაც დავაპირე რაღაც ცხოვრებაში ეგეთ ის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება რა ეგეთ რაღაც. მე სულ რაღაცა ხდება რა. მე მგონი რაღაც თვისება გაკლია, ერთი რომ აი ეს სულ დაძალება გინდა და აი რაღაცა თვისება გაკლია
რაც აი სწორედ გამოგაყენებინებდა ამ შენ ნილს. აი ხო რა არის, სიზარმაცია არის. ზარმაციც ვარ. ანუ ხო ვარ, ალბათ, რავი, ანუ აღიარება კაია. შენი სცენის გარეშე ყოფნა არის კრიმინალი და ნუ იქნები კრიმინალი. ნუ იქნები კრიმინალი. თუ ქონია შემთხვევა, როდესაც აი სადმე მიკროფონი ჩაგივარდა ხელში შემთხვევით და უცებ გამოაშტერე ეს ხალხი. კი, ბევრჯერ, ბევრჯერ. ქუჩაშიც, ბარებშიც, აი სადაც ლაივს უკრავენ. თან ძალიან მაგრად მღერიან და უკრავენ და ნუ იყო შემთხვევები, წავედით ჩემ მეგობრებთან ერთად. და ამათმა გადაწყვიტეს რომ გეხვეწები იმღერე რაღაცა იქ ჩააწყვეს ამღერეთო ესო და ავედი ვიმღერეთ და ნუ აი მთელი ამბები მოხდა ოვაციები ეს რა მაგარი ხარ როგორი ხარ ფინანსებთან რამდენად არის დაკავშირებული ახლა შე რო ბევრი პული კონდეს კარგ პროდიუსერს შეუძლია რომ უცებ დამიჯერე ბევრი პული რომ კონდეს ხო ამდენი პრობლემებიც არ მექნებოდა, პრობლემებზე არ ვიფიქრებდი, მაგარი სტუდია მექნებოდა, ეხლა რამდენიმე ალბომიც მექნებოდა უკვე და აი, ჩემი პრობლემა არის, აი ეს როცა ყოფითი პრობლემებით ვარ მოსული და ვერაფრით ვერ კონცენტრირდები რა. ფინანსურ პრობლემებს გულისხმობ, აი რა ყოფით პრობლემებს გულისხმობ. აი ფინანსური უმეტესად თორე რა ვიცი ეხლა. სიმღერა საკმარისი არ არის იმისთვის რომ აი ნიუ-იორკში ეს პრობლემები არ გქონდეს. არც ისე. სამწუხაროდ არც იმისთვის საკმარისია რომ რაღაცა პატარ-პატარა პრობლემები მოაგვარო, მაგრამ ხო ხტები, მაინც გჭირდება რაღაც ყოველ შემთხვევაში პროდიუსერის თანხები არ არის რომ უცებ შეგფუთოს არც დამჭირდებოდა პროდიუსერი მე თვითონ წერდი ადრე ხა მუსიკის წერასაც შევეშვი აქედან გამომდინარე და დავწერდი უამრავ მუსიკას შევქმნიდი ძალიან ბევრს და გავაზიარებდი და მე მგონი რომ ჩემი მსმენელი მეყოლებოდა იქნებ შემოქმედებითი კრიზისი გაქვს უბრალოდ და ეს ყოფითი პრობლემები არის მიზეზები არა არ მგონია იმიტომ რომ არის ჩემში რა ეს უბრალოდ არა მაქვს ის მომენტი რომ აი იმისთვის მოვიცალო რომ ეს დავჯდე სტუდიაც მქონდა ჩემი სტუდია გავაკეთე რაღაცა სახლში რომელიც მე დავშალე და გავყიდე კი ზოგადად რაღაცები ცხოვრებაში ბოლომდე არ მიყავს ეგეთი ტიპი ხარ თუ გაჩ ეგრე გამოდის იქიდან გამომდინარე რომ არავითარებებიც არის სიმღერა თუ არსებობს რომელზეც ირევი ძალიან გინდა რომ მღეროდე მაგრამ ვერ ქაჩავ ვერ მღერი თუ არ არსებობს არა სადმე რამე სივრცეში ამერიკაში დამამცირებელი მომენტები თუ ქონია რომ ვიღაცამ რაღაცაზე დაგამცირა კი ანუ დამამცირებელი რა უფრო მეტად მქონია ისეთი შემთხვევები სადაც აი ნუ რესტორანში გავიმეორეთ უკვე ბევრჯერ და რაღაცა მოსულან ხოლმე და რაღაც ისე უთქვამთ რა უტაქტოდ უბრალოდ და სიმღერის შეკვეთას ეხება ხოლმე ამბავი თუნდაც უთქვამთ რომ აი ან ეს არის იმღერო თუ ეს იმღერო თუ აი რაღაც მსგავსი ხა არ დავკონკრეტდები მაგრამ მე თვითონ ძალიან ზრდილობიანი ადამიანი ვარ და მიყვარს როცა ადამიანმა იცის მიმართვა აქტი და ასე შემდეგ. სიმღერას რას დაარქმევდი, რომელიც იქნებოდა შენს ცხოვრებაზე და რა ჟანრის სიმღერა იქნებოდა? ერთი მთავარი სიმღერა რო იყოს შენს ცხოვრებაზე. ან შენ მიერ შექმნილი, ან ვინმე კომპოზიტორმა რო შექმნეს. იცი რა, მე ვერ გიპასუხებ ამაზე, იმიტომ რომ იმდენად მრავალფეროვანია ემოციურად ჩემი ცხოვრებაც და მეც იმდენად როგორ გითხრა blast როგორ მე ხა ამის გამო არ გამჯაჯონ არ განმიკითხონ ინგლისურად ლაპარაკ დიდი აფეთქება ჩემში რომელიც არის ძალიან მრავალფეროვანი ეს ემოციები ამ 12 წლის განმავლობაში სულ აქ ხარ თუ სადმეც წახვედი სადმე იყავი ეხლა ამ ბოლო პერიოდში ვიყავი დუბაიში თითქმის 1 წელი ვიმუშავე კონტრაქტით ცოცხალი ბენდი იყო ჩემთან ერთად და უნიჭიერესი ტიპები რა იმხელა სიამოვნება მომღერლისთვის და მუსიკოსისთვის როცა შერწყმა და აი შეთავსება გაქვს და აი მუსიკალურად აი ყველა წერტილში და ნოტში გესმით ერთმანეთის რომ აი ამაზე დიდი კომფორტი სიამოვნება არ არსებობს
იურმალაზე როგორ მოხდი? მოიცა გამახსენე, როგორ შემოგთავაზეს თუ აი შენ შეიტანი განაცხადი თუ? ნუ შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება, იყო საქართველოსში და შესარჩევი, უკვე კიევში გადაწყდა, რომ მეწარვადგენდი საქართველოს. ხო, და ნუ ხო, ესე მოხდა. ესე პატრონი კოლია, როდის მე ამ სფეროში. ყველგან გავედი ჩემი ნიჭით. იურმალაში ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ საქართველო უნდა წარადგინო და შენი ქვეყანა და ამხელა პასუხისმგებლობა და სრულყოფილი ცხოვრებისთვის რა გაკლია დღეს? ჩემი ოჯახის სრულყოფილება მაკლია. ბოლოსკენ მქონდა მოტოვებული ეს თემა, მაგრამ 2025 წელი იყო, კი. 2025 წელი იყო შენთვის და შენი ოჯახისთვის ძალიან ტრაგიკული. მე არ მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ რამე ვიკითხო, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურია. შენ ვერც მე ვერ გიპასუხებ. შეგიძლია ეს გითხარი. ჩემი პატარა ძმა, ჩემი გიორგუნა წავიდა ცოტა ხნის წინ აპრილში. 27 აპრილს აღდგომის კვირა იყო და არ ვიცი რა როგორ ვილაპარაკო ამ თემაზე მართლა არ ვიცი და ხო აი წეგენ რომ დამისვი კითხო სრულყოფილებისთვის მაკლია და სულ დამაკლდება ანუ სრულყოფილი ესე მაგ თვალსაზრისით ვერასდროს ვეღარ ვიქნები მაგრამ რა ვიცი მეც და ჩემი ოჯახიც ვსწავლობთ როგორ ვიცხოვროთ და კიდე იმის თქმა მინდოდა მანამდე რომ აი ეხა უფრო მეტად ვალდებულად ვთვლი თავს. კი არა, ვალდებულად არა, უფრო გრძნობ, რომ ეგრე უნდა იყოს, რომ მე ვაგრძელებ ცხოვრებას ჩემი გიოსთვის და ჩემი გიოს სულისთვის და რაც კი კარგ საქმეს გავაკეთებ, საერთოდ ეს იქნება სიმღერა თუ სიკეთე თუ ვინმეს დახმარება თუ ჩემი გამოჩენა თუ ჩემი რამის შექმნა საერთოდ ამ სამყაროში დადებით ყველაფერი გიოს სახელზე და გიოსთვის და გიოს სულისთვის ყველაფერი ეძღვნება ჩემი ცხოვრება ბოლომდე ეძღვნება გიოს ეს მოულოდნელი შემთხვევა იყო სრულიად მოულოდნელი იყო ვიზიარებ შენ და შენი ოჯახის მწუხარებას ამ თემას ბევრს აღარ გავაგრძელოთ არ გვინდა რომ ძალიან მძიმეა ყველაზე უტაკტო კითხვა რა არის შენთვის ან რაც დაუსვამთ ან შეიძლება არც დაუსვამთ მაგრამ აი შენ მიიჩნევ რომ ყველაზე უტაქტოა და ადამიანმა ადამიანს არ უნდა კითხოს აი ხვის პირადზე რო დამისვან კითხვა თუნდაც იყოს ჩემი მეგობარი ან ოჯახის წევრი ჩემი აზრით ეგ უფრო შეიძლება ჩავთვალო უტაქტოდ და უადგილოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვის პირადზე. კი ბატონო. საუბარი. გადაცემაში წესს ვამკვიდრებ მოკითხვების სერიას. მინდა რომ მოიკითხო ვინმე ერთი კონკრეტული ადამიანის სახელით და გვარით, ვისაც ფიქრობ რომ შენი მოკითხვა ამ ეთერით ყველაზე ძალიან გაუხარდება. Oh my god, ერთი რა რთული. კაი, ცოტა მეტი იყოს თუ გინდა, მაგრამ ნუ აი ესეთი ერთი ადამიანი. კარგი, მოვიკითხავ ჩემ უსაყვარლეს ოჯახს და კარგი იყოს ერთი და ჩემ დას მარიამ დივანს მოვიკითხავ, ჩემს ულამაზეს და უწყიანეს და უსაყვარლეს დას. პირველად სიკვდილის თვალებში როდის ჩახედე? როდესაც დავკარგე ბებო. ბებო და ბაბუ. ბაბუ მე უკვე ამბროსი. ბაბუა რომელი ეპარქიის ეპისკოპოსი იყო? რაჭა-ლეჩხუმი. მამა არის დეკანოზი, ხო, როგორც? მამა არის დეკანოზია. გამზარდა კუკამ და ეჩევის მეუღლემ ჩემმა მამუციმ. ხო. და ჩემი უსაყვარლესი ადამიანია. კუკა არის ის ადამიანი, რომელმაც ჩადო ჩემში სიყვარული, მამობა, მეგობრობა და სულიერი თუ მენტალური თუ მატერიალური თუ ასე შემდეგ გვერდში დგომა. ჩემს გადაკეთებაც იყო ამის გამო შენ ცხოვრებაში. ეს რაღაც მამა ჩემს გაუბრაზდი. უხმაგრად გაუბრაზდი ერთხელ მახსოვს. ну მაგ ისტორიას არ მოვყვები. დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან? მაგრამ მე ვთვლი რომ არა, ნორმალური ურთიერთობა მაქვს, არც ისე ხშირი. ქათამაძე არის მისი გვარი, ხო? ქათამაძე არის მისი გვარი, კი. მაგრამ ვთვლი რომ თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე დივანის ვარ, იმიტომ რომ ხო, ნამდვილად წარმოვადგენ ამ გვარსაც რა.
კი ბატონო. მიყვარს ეს გვარი და ამ გვარის ჩემი ოჯახის წევრებზე ვგიჟდები. და მეც ვარ დივანი. დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? მე სხვადასხვა ვარ მისი გამომწერი სოციალურ ქსელში, ვადევნებ ხოლმე თვალყურს და ძალიან განვიცდი მის ემოციურ და გასაგებ ფონს დღესდღეობით. აი, შენ ყველაზე მეტად ვისთან ხარ კონტაქტზე შენი შვილის გარდა საქართველოში და აი დედასთან შენი ურთიერთობა აი საუნჯე მოგვიყევი. ჩემი და დედას ურთიერთობა არის ყველაზე თბილი, მეგობრული. ხანდახან ვწვობთ კიდევაც. კაცრი და იყო ბავშვობაში როგორი? კაცრი, ანუ იცი არც ისე კაცრი, უფრო ჩემთან უფრო კაცრი იყო სხვადასხვა ვიდრე ჩემ დასთან. საკმაოდ ახალგაზრდა ჩემზე არის, ალბათ ივარჯიშა. შეიძლება უფრო. ჩემზე ივარჯიშა, მე დაიხვეწა, მიხტარო მორბილებული. უსაყვარლესია, უკეთილესი ადამიანია, უკეთილშობილესი ადამიანია დედა ჩემი რა. რაზე ვერ თანხმობ? იმიტომ არ ვამბობ, რომ თუ არის რაზეც დღემდე კამათობთ და ჩემ რაღაც სულელურ ნაბიჯებზე და შენ შეიძლება მასში. ჩემ სულელურ ნაბიჯებზე ის ზედმეტად ვიცი რაღაცა დრამატულად გადაჭრა რაღაცეებში, რაც არ უნდა რჩევა მომწეს დედამ. ყველა, ანუ რასაც მეტყვის, ყველაფერი მართლდება რა. აი არ არსებობს. მე იმდენად მიყვარს ადამიანები. იმდენად მატკინეს ადამიანებმა, შემაშინეს, ანუ ყველაზე გვინდა რაში შეგაშინა? მქონია ისეთი ურთიერთობები, მეგობრები თუ ჭალებში მეგობრები. ძალადობის მსხვერპლი ყოფილ ხაროდეს? ან ფსიქოლოგიური, ან ფიზიკური. ყოფილვარ კი. გინდა ამაზე საუბარი? არა, ისე რა. არა. ქუთაისი როგორი ქალაქია შენთვის? აუ, გიჟდები ქუთაისი, ყველაზე ძალიან მიყვარს. მოვიკითხავ ქუთაისს და ქუთაისლებს და ქუთათურებს. ძალიან მიყვარს და მიყვარხართ. გიჟდები თქვენზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა დღევანდელი ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა შენ. განსაკუთრებით იმისთვის, რომ დავიც რომ ამდენ წლის განმავლობაში ვარ სამბობდი. მე იმედია რომ კარგი გამოვა. იმედია არ ინანებ. არა, არ ნანო არაფერს ხო გითხარით. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, შევხვდებით ერთ კვირაში, არ დაგავიწყოთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში დროებით.